წულუკიანი კითხულობს, რატომ არ არის დღეს ანწუხელიძე სახლშიო. რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? იმიტომ არ არის, რომ რუსების ახირებულ და დაწყებულ ომში ის რუსებმა გაიტაცეს და მოკლეს, რომ მან აი ამ დროშისთვის ფეხის დაბიჯებას არჩია სიკვდილი და აი ამ სამშობლოსთვის გაწირა თავი. უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. არ არის ანწუხელიძე ვიღაცის პიარისთვის და უაზროდ განწირული. ყველაზე ზრდილობიანად რომ შევაფასოთ, ამაზე რძენია და ღალატია ამის თქმა. ეს განცხადება არის ერთ-ერთი საბჭოთა ოკუპანტების მოკავშირის მამია ორახელაშვილის განცხადებასთან, რომელიც იუნკრების სიკვდილს უკავშირებდა არა მათ, ვინც ისინი მოკლეს, ანუ რუსებს, არამედ ამბობდა, რომ თითქოს ეს გამოიწვია საქართველოს უგუნურმა პოლიტიკამ. ოცნებას საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, რომ გამოეძიებინა ის დანაშაულები, რომელიც ხდებოდა 2004-2012 წლებში ნაცების დროს და ასეთ დანაშაულები მართლა იყო. მაგრამ ომს, ქართველების ღირსებას და გმირების ხსოვნას არავინ არ უნდა შეეხოს. ეს არის საშიში რუსული თამაში და ეს არის თამაში, რომელიც ემსახურება მტერს და ზიზღს. კაცმა არ იცის, ანუ იმ დროს 2008 წლის ომის დროს ოცნებიდან რომელიმე საერთოდ სადიღავით. მე და ჩემი თაობა კი ვართ ომგამოვლილი ბავშვების თაობა. აი მაგალითად 9 აგვისტოს იმ დროს 7 წლის მე და ჩემი ოჯახი გორის დაბომბვას ავწვდით წუთებით. ხო და ჩვენი თაობა, ახალი თაობა, რა თქმა უნდა, წინა თაობებთან ერთად არსად წასვლას არ ვაპირებთ, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ და თავისუფლებისთვის ვიბრძოლეთ ბოლომდე. გავიდეთ დღეს 15 საათზე პარლამენტის უკან, დავდგეთ იქ ანწუხელიძის სახელით და სულ რომ ცარიელი დაგვახვედრონ ეგ შენობა და სულ რომ თავსმაწვიმა იყოს, გავიდეთ და გავაგონოთ ყველას, რომ ანწუხელიძე არის უკვდავი, შინისის გმირები არიან უკვდავნი და ყველა ვინც საქართველოსთვის თავი გადადო, არის უკვდავი.